მოგესალმებით მეგობრებო, ამ საგანგებო ვიდეოს ჩაწერა გამოწვეულია იმ ცვლილებებით, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა სულ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და ეს შეეხება ვიზების გაცემის შეჩერებას, ანუ გაყინვას 75 ქვეყნის მოქალაქეებისათვის და სამწუხაროდ ამ ქვეყნებს შორის დასახელებულია საქართველო. რას ითვალისწინებს ეს ცვლილება? მე შევეცდები, რომ ეტაპობრივად გავყვეთ თქვენ შეკითხვებს, რომელიც არაერთი შემოვიდა ჩვენს ოფისში. შეკითხვა ნომერი 1, შეეხება თუ არა საქართველოს მოქალაქეებს? პასუხი არის სამწუხაროდ დიახ, შეეხება. მეორე, რა კატეგორიის ვიზებს შეეხება შეჩერება? საიმიგრაციო ვიზებს. მესამე, რა ვადით ხდება ვიზების გაცემის შეჩერება? ვადა ცნობილი არ არის. სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ მანამ სანამ არ დაიხვეწება ეს პროცედურები და მანამ არ იქნება ამ გადაწყვეტილების მიზანი შესრულებული. რა არის ამ გადაწყვეტილების მიზანი და შინაარსობრივად რას გულისხმობს ეს? შინაარსობრივად გულისხმობს იმას, რომ პირველი გამკაცრება, ეგრეთ წოდებული public charges, ანუ რა არის ეს რეალურად, რას გულისხმობს? მარტივად რომ აგიხსნათ. ადამიანები ჩამოდიოდნენ ამერიკაში, ალბათ თქვენც გსმენიათ და ბევრს არ ქონდა შესაძლებლობა, რომ თავიდანვე გაუმკლავდეს იმ ხარჯებს, რომელიც ამერიკაში ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, კითხულობდნენ და იღებდნენ უფასო სამედიცინო დახმარებას, ეს იყო დახმარება საჭმეზე, ვაუჩერების სახით, ეს იყო ბინის დახმარება და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი იფარებოდა ამერიკელი ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებიდან. დღევანდელი მთავრობა ამბობს, რომ ემიგრანტებისათვის ეს ფული არ უნდა დაიხარჯოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანი ახალი ჩამოსულია და მას არაფერი არ გაუკეთებია ამ ქვეყნისათვის. ამიტომ ვიზის გაცემის დროს ის კრიტერიუმები იქნება მკაცრად შესწავლილი, რომელიც ადამიანს პოტენციურად ახდენს იმ რისკის ქვეშ, რომ ის ამერიკაში რო ჩამოვა, შეიძლება ამერიკის ბიუჯეტს დააწვეს დამატებით რისკად. რა არის ეს? მაგალითად, მისი ჯანმრთელობა, თუ მას აქვს ქრონიკული დაავადებები, თუ მას არ აქვს სათანადო ენის ცოდნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკას ჩამოსული სამსახურს ვერ იშოვის, ხო? თუ ეს ადამიანი ჩამოდის ამერიკაში და საერთოდ არ აქვს ფინანსები და არ უფიქსირდება არანაირი ბრუნვა, ხო? ის ადამიანი ჩამოდის აქ უკეთესი ცხოვრების საძიებლად და ასე ვთქვათ, აი ეს კრიტერიუმები წინასწარ იქნება შესწავლილი. რა თქმა უნდა, ეს ამომწურავი არ არის და ეს შეიძლება ბევრ რამეს მოიცავდეს, მაგრამ ეს უნდა გაითვალისწინოთ. მეორე, რაზედაც ამახვილებს ყურადღებას, პიროვნების სოციალური საშიშროება, რომლის სკრინინგი, ანუ შემოწმება მოხდება სოციალური ქსელების მეშვეობით და სიმართლე გითხრათ, ამას მეც პირადად ძალიან ვეთანხმები, რადგან ადამიანი არ უნდა იყოს სოციალურად საშიში ამ ქვეყნისათვის და მენტალურად ძალიან დაშორებული იმ ღირებულებებისაგან, რომელიც ამერიკელ ხალხს გააჩნია. მაგალითად, თუ ადამიანი თავის სოციალურ ქსელებში ტარს უკრავს, ავტოკრატიას, ტარს უკრავს ტერორიზმს, ამართლებს ამას და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამ კატეგორიის ადამიანების ადგილი არ არის ამერიკაში, რადგან ის გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს ამ ქვეყნისათვის და ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის. რა თქმა უნდა, აქ ბევრი სხვა დეტალის შესწავლაც მოხდება, მაგრამ მეორე აქცენტი სწორედ აი ამ სოციალური მედიისა და პიროვნების სოციალური საშიშროების შესწავლაზე კეთდება. ასე რომ უსიამოვნოა ინფორმაცია, მაგრამ საგანგაშო არ არის. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ყველა იმ წესებს, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო და ამერიკის მთავრობა ადგენს ამ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ყველას გისურვებთ წარმატებებს.